და იურისტთა ასოციაცია აგრძელებს სინდისის პატიმრის ჟურნალისტი მზია ამაღლობელის უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ჩვენ უკვე მესამე საჩივარი გავგზავნეთ, რომელიც შეეხება მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აქამდე ევროპული სასამართლო უკვე განიხილავს მზია ამაღლობელის ორ საჩივარს, რომელიც შეეხება ერთი მხრივ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ხოლო მეორე საქმე შეეხება მის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ჩვენ მიერ გაგზავნილ ახალ საჩივარში განსახილველ საკითხს წარმოადგენს მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობა. კერძოდ, 2025 წლის 12 იანვარს ახლობით ღამის 1 საათზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, რის შემდეგაც მან ფიზიკური დაზიანება მიიღო. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას ბათუმის პოლიციის უფროსი მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აგინებდა და ემუქრებოდა სისხლის სამართლის საქმის წარმოებით. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით, მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები დამცირების მიზნით ზურგს უკან დაადეს იმის გათვალისწინებით, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საიად ამბობს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებები. კერძოდ, მესამე მუხლის მატერიალური ნაწილი წამების არაადამიანური დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას. მესამე მუხლის პროცედურული ნაწილი, რომელიც გულისხმობს არაეფექტიანი გამოძიების წარმოებას მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც გულისხმობს დისკრიმინაციის აკრძალვას. ასევე მერვე მუხლი პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება და მე-13 მუხლი სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება მესამე მუხლთან ერთობლიობაში. აღსანიშნავია ის, რომ ამ დრომდე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება. კერძოდ, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლა მხოლოდ პოლიციის დეპარტამენტის ერთი შესასვლელის ვიდეო ჩანაწერი, საიდანაც მზია ამაღლობელი შენობაში საერთოდ არ შეუყვანიათ. გამოძიების არაეფექტიანობას კიდევ უფრო მკაფიოს ხდის ის გარემოება, რომ ადვოკატის წერილზე არსებობდა თუ არა შენობის პერიმეტრზე ვიდეო ჩანაწერები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა 112-მა უპასუხა, რომ მოთხოვნილი პერიოდის ჩანაწერები საერთოდ არ მოიპოვებოდა. გამოძიებამ არ გამოითხოვა ბათუმის მერიიდან დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ გარესათვალთვალო კამერა, რომელიც ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელსა და ეზოს აღბეჭდავს, დამონტაჟდა 2025 წლის 11 იანვრის შემდგომ. ასევე არ შეისწავლა მზია ამაღლობელის დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები და რეალური გარემოებები. ასევე არ არის მიღებული ერთ-ერთი ექსპერტიზის პასუხი. ხალხგასმელია ის, რომ გამოძიებამ რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციის ცრუ ჩვენებებიც. ბათუმის პოლიციის უფროსი ამტკიცებდა, რომ დაკავების შემდეგ აქციაზე დარჩა, თუმცა ვიდეო ჩანაწერებში ცხადად ჩანს, რომ იგი მზიას ეზოში გაჰყვა და აგინებდა. ასევე პირები, რომლებიც თავს დამკავებლებად ასახელებენ, კადრებით დასტურდება, რომ ისინი მონაწილეობას არ იღებენ დაკავებაში. გამოძიებამ ასევე არ დააიდენტიფიცირა და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან. ამასთანავე მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსი პირდაპირ მიუთითებდა და აღიარებდა, რომ სწორედ ის აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მზია ამაღლობელს, მზია ამაღლობელი დღემდე დაზარალებულად არ არის ცნობილი. ყველაფერ ამის გათვალისწინებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე
არ არსებობს არანაირი პერსპექტივა ადგილობრივ დონეზე იმისა, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება აღსრულდება, სწორედ ამიტომ ყოველგვარი პროცედურული გარანტიების დაცვით ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ეს არის უკვე მესამე საქმე, რომელიც შეეხება სინდისის პატიმრის ჟურნალისტი მზია ამაღლობელის უფლებებს და ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოების ინფორმირებას ამ საქმეების შესახებ. მადლობა. ელენე, თუ შეიძლება თამარს გამოვიყენებთ ბრიფინგიდან და ჩუბას და წავწერთ